მოგესალმებით ღვთისმშობლებო. ამ ვიდეოს დასაწყისში კვლავ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ლოცვებს მხოლოდ და მხოლოდ ზეციერი მამა ისმენს, ჩვენი სიცოცხლის შემოქმედი და სხვა არავინ. ისიც მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლოცვები სწორადაა წარმოთქმული მისი ნებისამებრ. და თუ შენახლა პირველად ისმენა ამ ვიდეოს, შემოდი ჩემს გვერდზე იესოს ფოტოზე დაწკაპუნებით, გახსენი ყველა ვიდეოს ნახვის ფუნქცია, იგივე ატვირთები ვიდეოები და მოისმენე ამის წინა 8 ვიდეო რგოლი, რათა სრული წარმოდგენა გქონდეს იმ ყველა მნიშვნელოვან დეტალებზე, რომელიც უნდა გაითვალისწინო ლოცვისას. ამ ვიდეოში კი შევეხები იმას, თუ როგორ და როდის გპასუხობს ღმერთი ჩვენს ლოცვებზე. მოდით შევიხსენოთ ასევე ის ორი მნიშვნელოვანი აზრიც, რაზეც იესომ გაამახვილა ყურადღება. პირველი ეს არის მათეს სახარების 21-22 მუხლი, აგერ დაურთავ, აქ ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს: და ყველაფერი, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ. ეხლა გვაქვს ჩვენ უფლება შევიტანოთ ეჭვი იესოს ამ ნათქვამში. ის გვეუბნება, რომ ყველაფერი, რაც რა თქმა უნდა ღმერთის ნებასთან იქნება შესაბამისობაში, ჩვენ მოგვეცემა. ოღონდ რა შემთხვევაში, თუ კი ვითხოვთ რწმენით. მსგავსი აზრი სხვა ვიდეოშიც მე გამოყენებული მაქვს, კვლავ მინდა ჩავრთა, აგერ ებრაელების მე-11 თავს დაურთავ, მე-6 მუხლს. ნახეთ როგორ აფასებს ღმერთი რწმენით წარმოთქმულ ლოცვებს, თუ რა იკითხება აქ. სწორად ამას აკვირდება ღმერთი ჩვენში, რამდენად არის რწმენა მის მიმართ ჩვენი მხრიდან, ანუ რწმენაც იზომება თავისი საზომით. ვიღაცას შეიძლება მეტად წამდეს, ვიღაცას ნაკლებად, მაგრამ მისი გაძლიერება, მისი გაზრდა შესაძლებელია თუ სიღრმისეულად გამოიკვლევთ ბიბლიას და ვნახავთ თუ როგორ პასუხობდა ღმერთი თავის ერთგული მსახურების ლოცვებს და ლოგიკურია თუ ღმერთი მათ პასუხობდა ლოცვებზე, იგი დღესაც გვიპასუხებს ჩვენს ლოცვებზე, თუ კი მას რწმენით წარმოთქვავთ. აქ სწორედ ეს აზრია, რომ ღმერთი უპასუხოდ არ დატოვებს თავის მაძიებლებს და მათ ლოცვებს. აუცილებლად მოგცემს ჩვენ სანაცვლოს, როგორც აქ იკითხება. ნახოთ ასევე მეორე მნიშვნელოვანი დეტალიც, რომელსაც ვკითხულობთ იოანეს მე-14 თავის მე-13-მე-14 მუხლებში. აქაც კვლავ იესო იმას უსვავს ხაზს, რომ თუ კი ზეციერ მამას რამეს ვთხოვთ, უნდა ვთხოვოთ მისი სახელით, რადგან მხოლოდ და მხოლოდ იესოა შუამავალი ჩვენსა და ზეციერ მამას შორის და არა სხვა რომელიმე ეგრეთ წოდებული წმინდანები, ანუ აზრი არა აქვს ამ წმინდანების ჩართვას თუ მათ მიმართვებს. და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეისმენს ჩვენი ზეციერი მამა ჩვენს სათხოვარს და აგერ გვარწმუნებს იესო მე-14 მუხლში, რაც არ უნდა ითხოვოთო, ჩემი სახელითო, შეგისრულებთო. მოდით ახლა ეს გადავიმეოროთ ეს აზრით, თუ რატომ მივმართავთ მხოლოდ და მხოლოდ მამას და მხოლოდ და მხოლოდ იესოს სახელით ჩვენს ლოცვებში. ტიმოთეს პირველი წერილი ნახეთ, ორი წერილია ახალ თქმაში, ნახეთ პირველი წერილი, მეორე თავი, მე-5, მე-6 მუხლები. ყოველთვის უნდა მივმართავდეთ, ნახეთ აქ როგორ იწყება, ერთ ღმერთს და არა ეგრეთ წოდებულ სამებას. ერთ ღმერთს უნდა მივმართოთ ლოცვის დროს და უნდა მივმართავდეთ მას იესოს სახელით, რადგან ის შუამდგომლობს, როგორც მღვდელმთავარი ზეციურ ტაძარში და გვარწმუნებს, რომ ცოდვებისაგან ეს გაგწმენს თავისი ცოდვებისაგან თავისი დაღვრილი სისხლის საფუძველზე, რომელიც არის გამოსასყიდი, ასე აქაც მოხსენებული, ხედავთ ხო? როგორც ადამსა და ევას მიერ გადმოცემული მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისაგან გაგწმენს, მათ იმ ცოდვისაგან, რომელიც მათ ჩაიდინეს და ჩვენს გენებში რომ ამოიკვეთა მთელი ეს შთამომავლობას, მთელ კაცობრიობას რომ გადმოგვეცა. ასევე ჩვენ გაგწმენს იმ ცოდვებისაგან და შეცდომებისაგან, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ჩადივართ ჩვენი დაუფიქრებლობითა თუ უგუნურებით. და თუ ჩვენ ვაღიარებთ ზეციერი მამის წინაშე ჩვენს ცოდვებს და ვითხოვთ პატიებას, რომ მოგვიტევოს ესა თუ ის კონკრეტული ცოდვა, როდესაც ვიხსენიებთ მის წინაშე ამა თუ იმ ცოდვას თავის სახელით, ის იყენებს იესოს მიერ გაღებულ ამ სხვებს, როგორც გამოსასყიდს და გვაძლევს ამის საფუძველზე სუფთა სინდის. იმ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ აღარ ვუბრუნდებით იგივე ცოდვებს. ამიტომაც როცა რაღაცას ვთხოვოთ ზეციერ მამას, უნდა ვთხოვოთ იესოს სახელით, მისი როგორც შუამავლის მეშვეობით.
და თუ ეხლა განსაკუთრებულად ვცდილობთ რომ რაიმე ძიმე ცოდვა მართლაც ვაღიაროთ და მოვინანიოთ, ჩვენ გვაქვს ეს წუხილი შინაგანი, პატიება მივიღოთ, აუცილებლად უნდა ვთხოვოთ რომ გვაპატიოს, სწორედ ეს სიტყვები გამოვიყენოთ იესოს დაღვრილი სისხლის საფუძველზე. მოგვიტევოს და შემდეგ დაასახელე ის ცოდვა, რასაც ნანობ, რომელსაც აღარასოდეს აღარ გაიმეორებ, რომელიც გაწუხებს. და ამ შემთხვევაში იღებ უკვე ღმერთისგან წმინდა სუფთა სინდისს. აქვე მინდა მოკლე ჩანართი გავაკეთო, რომ თუ ჩვენი საქციელით არსებობს მეორე მხარე, რომელიც დაზარალებულია ჩვენი მხრიდან. საჭიროა მასთანაც დავალაგოთ ეს საკითხი, რადგან ღმერთი გვპატიობს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი მეორე მხარესთან უკვე მოგვარებული გვაქვს ეს საკითხი. აი საიდან ჩანს ეს, ნახეთ მათეს სახარების მეხუთე თავის 23-24 მუხლები. როგორც განული ვიდეოშიც ვისაუბრე, მღვდელთა მსახურება და ის შესაწირავები, რომელიც ცოდვისათვის იყო დადგენილი, იესომ ჩაანაცვლა უკეთესით თავისი თავით. და აღარაა საჭირო ეხლა მღვდელთან სიარული, მან დაასრულა ტაძრის და მასში არსებული მღვდლების ფუნქცია მოვალეობები თავისი თავის სვეპლად გაღებით. და იმით რომ დღეს იესო უკვე ზეცაში ასრულებს ადამიანების ცოდვისაგან განწმენდის აი ამ პროცესს, ასაც მიწაზე მღვდლები ასრულებდნენ. ეს იესომ თავის თავზე აიღო, როგორც მღვდელმთავარმა. და აი ამ მონაკვეთიდან ის აზრი იკვეთება, რომ სანამ ღმერთის წინაშე წარვდგებით ლოცვით, რომ მან გვაპატიოს ესა თუ ის ჩადენილი ცოდვა, ჯერ პატიება უნდა ვთხოვოთ მათ, ვინც ჩვენი ქმედებითაა დაზარალებული და გავიღოთ საპირწონე მათთან. მაგალითად, თუ ვინმეს რაიმე მოპარეთ, და მან შეგაწუხათ, იგრძენით, რომ წუხართ ამის გამო, უნდა მოძებნოთ ეს პიროვნება და დაუბრუნოთ მოპარული, უთხრათ რომ შეცდით და შემდგომ ამისა უკვე სთხოვოთ პატიება ღმერთს. აი მხოლოდ ამ შემთხვევაში იღებთ აი ამ სუფთა სინდისს. ან მაგალითად თუ ვინმემ ჩაიდინა ისეთი მძიმე ცოდვა, როგორიც მკვლელობა. ხო, ხშირად ხდება ესეთი რაღაცეები და მოდი ამაზე მინდა რომ ხაზი გამოვყო განსაკუთრებით, როცა მკვლელობას ჩადის ვინმე და მერე სურს ამისი მონანიება. ამის გამო ვიღაცა რო ბერად მიდის სადღაც გამოქვაბულში და იქ ცხოვრობს, მე ვითომ სინანულში, ეს არ იქნება ნაპატიები, აქ ახლა მოვიყვან ამის ხარეს თუ რა უნდა გააკეთოს. თუ აკვირდებით ხოლმე ჭირისუფლები სასამართლოზე რას ცდილობენ ხოლმე, რომ მაქსიმუმი სასჯელი დაეკისროთ ხოლმე მკვლელებს. და თუ ამის საპირისპიროდ ეხლა მკვლელი ვინც არის ცდილობს შეიმსუბუქოს სასჯელი, ქირაობს რაღაც ძვირადღირებულ ადვოკატებს, სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ეს სასჯელი შეიმსუბუქოს, ეს უფრო აღიზიანებთ ხოლმე ჭირისუფალთ და აი ამგვარად სამართალი მათთვის ვერ მიიღწევა. ამიტომ ყოველი მკვლელი, ვინც გულწრფელად ნანობს თავის საქციელს, არ ქირაობს ადვოკატს, სწორედ ამას აცხადებს მოსამართლეთა და ჭირისუფლების თანდასწრებით, აცხადებს, რომ იგი დამნაშავეა და არ შეეცდება თავის მართლებას. არამედ დასჯერდება იმას, რასაც ჭირისუფლები ითხოვენ თუნდაც და რაც იქნება საპირწონე მოსამართლის მხრიდან გამოტანილი, მისთვის დაკისრებული აი ეს მსჯავრი, ხო? აი ეს არის იმისი მაჩვენებელი, პიროვნება ნამდვილად მზად არის პასუხისგებლობა აიღოს თავის ჩადენილ აი ამ წოდვაზე და აჩვენებს თავის სინანულს. და ციხეზე ყოფნის პერიოდში რა წლებსაც ის გაატარებს, იქ ყოველდღიურად უნდა ახსოვდეს ეს თავისი ჩადენილი მკვლელობა და ყოველდღიურად მიმართავდეს ზეციერ მამას, იესოს დაღვრილი სისხლის საფუძველზე აპატიოს ეს შეცდომა. და როცა განთავისუფლდება იგი ციხიდან, იგრძნობს მაშინვე სუფთა სინდისს, რომელიც მას აღარ შეაწუხებს აი ამ საქმისათვის. რა თქმა უნდა, ეს ახლა მე ყველაზე ვერ ვიტყვი ამას, იმიტომ რომ ამას ღმერთი წყვეტს, ვის მისცეს სუფთა სინდისი, ბოლომდის ვის აპატიოს ეს საქციელი და ვინ ჯერ კიდევ დატოვოს ესეთ მდგომარეობაში, ხო? ამიტომ მე ღმერთის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, მე ვამბობ იმას უბრალოდ, რაც უპირატეს ხშირ შემთხვევაში ღმერთი რას მოითხოვს, თუნდაც მკვლელებისაგან, მათი ჩადენილი აი ამ მკვლელობის საფუძველზე რა იქნებოდა საპირწონე, როგორ უნდა მოიქცეს მკვლელი, ვინც ნამდვილად სინანულშია და ვისაც ნამდვილად უნდა გამოასწოროს თავისი ჩადენილი ცოდვა. ნუ რა შეგვიძლია ვთქვათ ახლა, მაგალითად დანარჩენ სათხოვარებზე, ყოველდღიური ყოფიდან გამომდინარე ვიძახი, თუ როდის და როგორ გვიპასუხებს ღმერთი სწორად აღვლენილ ჩვენს ლოცვებზე, როდესაც ლოცვას სწორად აღვავლინეთ და გვინდა რომ ღმერთისგან ველოდებით პასუხს. ხო? ნახოთ კორინთელების მეორე წერილი მე-6 თავის მეორე მუხლი. დაგვით აი რას ვიგებთ აი ამ მონაკვეთიდან, როცა ღმერთი აქ თავადვე უსვავს ხაზს თავისი სიტყვებით, რომ არის შეწყნარების ჟამი, ანუ
დრო თუ როდის ეგ ვიპასუხოს. ანუ ამით იმას გვეუბნება ღმერთი, რომ მან უკეთ იცის, როდის უპასუხოს ჩვენს ლოცვას, ჩვენს სათხოვარზე და რა სახით გვიპასუხოს. ის რომ აუცილებლად გვიპასუხებს და უპასუხოთ არ დატოვებს არც ერთ ჩვენს ლოცვას, აქვე გვეუბნება თავად ღმერთი, ხედავთ აი ამ მონაკვეთში. თუმცა იმასაც გვეუბნება, რომ ამას თვითონ წვეთს, როდის იქნება ყველაზე საუკეთესო დრო, რომ გვიპასუხოს. ჩვენ შეიძლება რაღაც გვეჩქარება, გამოდმებით ვთხოვთ ლოცვისას, მაგრამ ერთი შეხედვით შეიძლება ვერ ვიღებთ აი ამ პასუხს, ხო, ჩვენს ლოცვებზე, ამიტომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი არ გვისმენს, რომ ზეციერ მამას არ აინტერესებს ჩვენი ეს საწუხარი, ხო, რაზეც ვთხოვთ. პირიქით, მას მოწონს, როცა ლოცვაში არ ვიღლებით და დაჟინებით მოვითხოვთ მისგან რაღაცას. ამაზე იესო მოიყვანა იგავების სახარებებში, რომ ეს ასეა, სინამდვილეში დაჟინებულები უნდა ვიყოთ, მაგრამ ყველაზე საჭირო და საუკეთესო დრო, როდის არის, რომ ღმერთმა გვიპასუხოს ჩვენს ლოცვებზე, ეს თავად მან იცის. აი ამისათვის ასეთი მაგალითი მინდა მოვიყვანო, რომ ადვილად წარმოვიდგინოთ ეს თუ რა ხდება აი ამ დროს. მაგალითისთვის ავიღოთ ბიზნესმენი, რომელიც არის ავტომობილების საწარმო ქარხნის 100%-იანი წილის მფლობელი და რომელსაც ყავს 7 წლის ვაჟი. ერთ დღესაც წაიყვანა ეს 7 წლის ვაჟი ავტომობილების ქარხანაში, დაათვალიერებინა თუ როგორ ხდება ავტომობილების წარმოება იქ და აი ამ უამრავი ავტომობილის დანახვაზე შვილი ევედრება მამას, რომ ამდენი ავტოპიპია გაქვსო, მამა და ერთი მაჩუქეო. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, მისცემს თავისი მამა აი ამ თავის შვილს? აჩუქებს აი ამ რომელიმე ავტომობილს, თავის 7 წლის ვაჟს, დართავს ამის უფლებას? თქვენ რო ყოფილიყავით პირადად დართავდით ამის უფლებას, რომ 7 წლის ბავშვმა საჭემართოს? რა თქმა უნდა არა. მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხო? ეხლა ის შეიძლება უარს ეტყვის, მაგრამ ის შეიძლება გაიპარჭყოს, ფეხები ავრაცუნოს, გვინახია ალბათ, ხო? სუპერმარკეტებში ბავშვები, რომლებიც დაბლა გაიშლართებიან, ფეხებს იქნევენ, რომ რაღაცას დაჟინებით ითხოვენ მშობლისაგან და მშობლები უარს ეუბნებიან, ხო? და ამისათვის რატო არ მისცემს მაშინ ავტომობილს? იმიტომ რომ გარკვეული დრო უნდა გავიდეს, ხო? სანამ მამა კარგად არ დარწმუნდება, რომ მისმა ვაჟმა აითვისა არა მარტო ავტომობილი და მხოლოდ საჭეს კი არ დაეუფლა, არამედ კარგად გაერკვა საგზაო წესებში და აითვისა აი ეს საგზაო გზაზე გადაადგილება ავტომობილით და როცა მართვის მოწმობაც ექნება, აი მაშინ მისცემს უკვე აჩუქებს იმ ავტომობილს, რომელიც ყველაზე საუკეთესო იქნება და ისედაც განამთელი მისი ეს საწარმო მემკვიდრეობით მის ვაჟს არ დარჩება. შესაძლოა ეხლა რაღაცას ჩვენც ასე ვართ, რაღაცას შეიძლება ვთხოვოთ დაჟინებით, მაგრამ ჩვენმა ზეციერმა მამამ იცის ყველაზე საუკეთესო დრო მოსაცემელთა შორის. თუ როდის გვიპასუხოს ჩვენს ლოცვებზე და რა სახით, აქ ზუსტად ამ მონაკვეთში ეს იკვეთება. ჩვენ შეიძლება იმ წუთას ჩვენი გადასახედიდან ვფიქრობთ, რომ ის იმ წუთას იმ სახით გვჭირდება, მაგრამ ყველაზე საუკეთესოდ ზეციერმა მამამ იცის რა იქნება ჩვენთვის კარგი, ის რა თქმა უნდა გვიპასუხებს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა თავად ჩასვლის საჭიროთ და მხოლოდ იმ სახით, რა სახითაც თვითონ ჩასვლის საჭიროთ. ისე რომ ჩვენი ლოცვები უპასუხოდ არ დარჩება ამ მონაკვეთიდან, სწორედ ამის თქმა უნდა ჩვენ ზეციერ მამას. გამოიწერე ჩემი ვიდეო ეს გვერდი თუ არ გამოგიწერია, შემოდი მოისმინე გასული თუნდაც 8 ვიდეო, რომელიც ზუსტად თლიანობაში აი ამ ლოცვების საკითხში უკეთ გაგარკვევს, თუ რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ ლოცვისას და დაეროდე შემდეგ ვიდეოს, იქ შევეხები უფრო მარხვის საკითხს, თუ რას ნიშნავს მარხვა, ითხოვს თუ არა მას ღმერთი.